Kit Kellogg, Trump's ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, უხელმძღვანელებს ლონდონის მოლაპარაკებებს. თუმცა რეალურად რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მთავარ როლს სტივ ვიტკოფი ასრულებს. ეს მოცემულობა შესაძლოა აუდიტორიისთვის ცოტა დამაბნეველი იყოს, რადგან ვიტკოფი უკვე რამდენიმეჯერ ჩავიდა მოსკოვში, სადაც ის კელოგის გეგმით ხელმძღვანელობდა. ამერიკა დღემდე ამას აკეთებს. ცდილობს კონფლიქტი კელოგის გეგმით დაარეგულიროს. ეს გეგმა სრულად არის აღწერილი 2024 წლის აპრილში გამოცემულ სტატიაში სახელწოდებით როგორ უნდა დავასრულოთ კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც ფრედ პლაიტის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლისა და თავად კიტ კელოგის თანაავტორობითაა გამოცემული. სტატიის დასაწყისიდანვე მკაფიოდ იკვეთება, რომ ავტორებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყო ეს ომი რეალურად, თუ როგორ იმართება ეს ომი და რა ტაქტიკებს იყენებენ მხარეები. აქ ადგილი აქვს ნამდვილად გასაოცარო გუნურებას ავტორების მიერ. ამასთანავე იკვეთება, რომ კელოგს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინის მიმართ. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კელოგის გეგმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. მისი წარმოდგენა ასახავს ვაშინგტონში ფართოდ გავრცელებულ ხედვას, თითქოს ომი ჩიხშია შესული და რომ რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც უკეთესი იქნება, თუ უკან დაიხევენ. რასაკვირველია, ეს მცდარი მოსაზრება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გასულ წლებში ომს აქტიურად აკვირდება, ამას მიხვდება. ყველაფერი, რაც ამ პერიოდში გაბატონებულმა მედიამ რუსეთზე თქვა, მცდარი აღმოჩნდა. რუსეთი ჩამოშლის პირასაა. რუსული რუბლი დაემხობა, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა ერთხელ. თუმცა ახლა ვხედავთ, რომ რუბლი მყარდება ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკა განადგურების პირასაა, რომ რუსებს აღარ შეუძლიათ ომის გაგრძელება, რომ მათი სამხედრო აღჭურვილობა საშინელ მდგომარეობაშია. ყველა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, თუმცა საგანგაშო აქ ის არის, რომ კელოგის გეგმა სწორედ ამ ინფორმაციას ეყრდნობა. ასე რომ როგორც ეს მათემატიკაში ხდება, თუ კი ამოცანის ამოხსნისას ყველა თქვენი კალკულაცია არასწორია, საბოლოო შედეგიც არასწორი იქნება. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და სწორედ ამიტომ მგონია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები წარუმატებლობისთვისაა განწირული. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.